ჩვენს სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა, ეს ფორმატი ეთმობა ამ თემას. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა და ასევე ვისაუბროთ სისტემურ პრობლემებზე პოლიტიკაში. გაგეცნობით თავიდან მე ვარ ნაცია ამირანაშვილი, გამოცემა პუბლიკის რედაქტორი და მიმდინარე აქციების ფარგლებში სისტემატურად ვაშუქებ იმ სისხლისამართლებს, რომელიც მიმდინარეობს დღეს ჩვენს სასამართლოში და როგორც მოგეხსენებათ, თემატურად რომ ვუპასუხო ამ ეთერს არსებული 50-მდე საქმიდან დაახლოებით ჩვენ შევძელით, რომ მოგვეპოვებინა ინფორმაცია და მათგან 6 ბრალდებული არის, რომელიც მიუთითებს მათთვის ნარკოტიკების ჩადებაზე. თავდაპირველად რომ ვთქვათ, გავაკეთო ეს წარდგენა, პირობითად ეს ჩვენი ეთერი გავყავით ორ ნაწილად. დასაწყისში გიორგი ჩხეიძე არის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ისაუბრებს ამ საქმეზე და მეც გამომდინარე იქიდან, რომ მომიწია თითქმის 6-ვე შემთხვევის გაშუქება. 5 არის ამათგან ერთ-ერთი არის ერთ საქმეზე არის 2 ბრალდებული. შევძლებთ, რომ რამენაირად ასე ვთქვათ საერთო ხაზიც გამოვკვეთოთ თუ რა ერთიანებს აი ამ 6 ბრალდებული საქმეს და შემდგომ უკვე გურო ივნაძე, იურისტი, ნარკოპოლიტიკის ექსპერტი, რეფორმის ერთ-ერთი თანაავტორი, მასთან ერთად შევეცდებით, რომ სისტემურად მოვაქციოთ და ვისაუბროთ და განვმარტოთ, რატომ ვამბობთ რომ ნარკოპოლიტიკა დღეს საქართველოში არის რეპრესიული მექანიზმი, რატომ რჩება ის რეპრესიული მექანიზმებად, ვის ეხება და როდის სჭირდება სისტემას, რომ აამოქმედოს ეს მექანიზმი მოქალაქეების წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ კარგად გამოჩნდება კიდევ ერთი რამ, რომ ნარკოპოლიტიკა სამწუხაროდ იყო მცდელობები, რომ ამაზე სამართლიან ჩარჩოებში მოქცეულიყო და ვეცდებით, რომ ხაზი გაუსვათ იმას, რომ ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლების პრობლემა ქვეყანაში და რომ ის შეეხება ყველა ადამიანს, ვინც არ იქნება სისტემისთვის მოსაწონი და ვის მიმართაც სისტემა გადაწყვეტს, რომ რეპრესიული მექანიზმი აამოქმედოს. მოკლედ რომ დავიწყოთ, სანამ მხოლოდ გიორგი შენთან გადმოვალ სიტყვით, მე გეტყვით იმ 6 ბრალდებულის სახელს და გვარს, რომლებიც მიუთითებენ, რომ და ამბობენ და რომ არ აღიარებენ ბრალს და ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკი ჩაუდეს. ეს არის გიორგი ახობაძე, ექიმი, ნიკა კაცია, ჟურნალისტი, თედო აბრამოვი, ანასტასია ზინოვკინა, რუსეთის მოქალაქე აქტივისტი, არტემ გრიბული, მისი საქმე, ამ ორი ადამიანის საქმე არის გაერთიანებული და ანტონ ჩეჩინი, ასევე რუსეთის მოქალაქე და აქტივისტი, გიორგი არის მისი ადვოკატი და თავდაპირველად რომ დავიწყოთ გიორგი საუბარი და მე ვეცდები, რომ ასე ვთქვათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ვისაუბროთ მათ შორის ანტონის შემთხვევაზეც და თავარი მიზანი ჩვენი არის კიდევ ის, რომ საერთოდ ძაფი რაც აქვს ამდა, რაც აერთიანებს ამ 6 ბრალდებული საქმეს, ის კიდევ ერთხელ კარგად წარმოვიდგინოთ საზოგადოებას. თავდაპირველად ანტონზე რომ ვიყვე, მის ბიოგრაფიაზე რას აკეთებდა, რუსეთში რატომ ჩამოვიდა და მოკლედ რომ შევეხოთ ის სამართლებრივი დეტალები რომ გავუყოთ, რაც საზოგადოებისთვის იქნება აღქმადი და გასაგები. მადლობა. პირველ რიგში მინდა რომ ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და იმედი მაქვს, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და თითოეული ეს ადამიანი გათავისუფლდება, მათ შორის ჩვენი ძალისხმევით და მათ შორის ჩვენი ბრძოლის შედეგად. რაც შეეხება ჩემი დასვით ქვეშ მყოფს, ანტონ ჩეჩინი, იგი წარმოშობით რუსეთიდან არის,
დაიბადა და გაიზარდა რუსეთის ფედერაციაში. აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საპროტესტო აქციებში, რომლებიც იმართებოდა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ რუსეთში. იგი ამის გამო არაერთხელ იქნა დაკავებული და მათ შორის დაჯარიმებული. გულისხმობდა რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ პატიმრობას. მან და მისმა ესე რომ თანამოაზრეებმა მათ შორის მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც რუსეთში ყოფნის პერიოდში, რომელმაც დაადგინა კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევა, გულისხმობდა თავისუფლების და უსაფრთხოების და ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მას შემდეგ რაც შეიჭრა და სისხლის მკვლელი ომი აწარმოა რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში, ამის შემდგომ ანტონი კვლავ გამოდიოდა საპროტესტო აქციებში, თუმცა მას შემდეგ რაც უკვე მის პირად უსაფრთხოებას შეექმნა პრობლემები, დატოვა რუსეთის ფედერაცია და იძულებული გახდა რომ ჩამოსულიყო საქართველოში. შეირთოდ მეუღლე, მასთან ერთად ატარებდა ცხოვრებას, ბედნიერად იყო და მას შემდეგ რაც ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ მიეღო ეგრეთ წოდებული რუსული კანონი და ამას შემდგომ მოყვა საპროტესტო აქციები მასობრივი, ანტონმა გადაწყვიტა რომ ჩართულიყო ამ პროცესშიც, გამომდინარე იქიდან რომ როდესაც მქონდა ამ ადამიანთან საუბარი, პირველ საუბარს გულისხმობ, ჩემი ძირითადი კითხვა, ერთ-ერთი პირველი კითხვა იყო ის, რომ რატომ გადაწყვიტა რომ ჩართულიყავი იმ ქვეყნის პირობითი პოლიტიკურ პროცესში, რომელიც შეიძლება შეგვიძლია უცხოარი, ხო, ანუ რატომ დაინტერესდი ამით. მისი ეს რომ პოზიცია ამასთან დაკავშირებით იყო ის, რომ რეალურად რასაც იგი ხედავდა და მათ შორის დღესაც რასაც ხედავს ეს ადამიანი საქართველოში, მას უკვე ნანახი ჰქონდა ეს ყველაფერი რუსეთის ფედერაციაში და მათ შორის საკუთარ ტყავზე ქონა გამოცდილი ის რეპრესიული მიდგომები, ის რეპრესიული კანონები და დრაკონული კანონები, რაც მაშინაც იყო და დღესაც კიდევ უფრო მეტად ესე რომ ვთქვათ გვხვდება ჩვენ საზოგადოებაში და სახელმწიფოს მხრიდან. იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას როგორც უკვე აღნიშნე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში, ასევე დაყალბებული არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებში და ბუნებრივია 28 ნოემბერს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის განცხადებას რაც მოყვა ეს საპროტესტო აქციები და რომელიც დღემდე გრძელდება ამ საპროტესტო აქციებშიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას. 3 დეკემბრამდე გამომდინარე იქიდან რომ 3 დეკემბერს ეს ადამიანი დააკავეს, ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება და დღემდე ეს ადამიანი იმყოფება უკანონო და უსაფრთხოებელ და არასამართლიან პატიმრობაში. ამასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ანტონ ჩეჩინის მიმართ გამოყენებული იყო ასე ვთქვათ ადმინისტრაციული ჯარიმა, სახდელი სახით ჯარიმა, მათ შორის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას. ასევე ეს ადამიანი დააკავეს 18 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც იმართებოდა თესეუს პირველ კორპუსთან და ამ დაკავების შემდგომ იგი გადაიყვანეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სამმართველოში, პოლიციის სამმართველოში, სადაც ამ ადამიანის მიმართ ადგილი ქონა გარკვეულწილად მუქარას, რომ შეეწყვიტა ამ ადამიანს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება. ბუნებრივია ჩვენ გაცხვარემ შესაბამისი მტკიცებულებები ამის დამადასტურებელი შევიტანეთ სასამართლოში და სასამართლო ამის ინფორმირებული არის. თუმცა ანტონი თავის პიროვნებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა დაემორჩილა მათ უკანონო მოთხოვნას, მათ უკანონო რჩევას და განაგრძო საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღება და დაახლოებით 2 კვირის შემდგომ უკვე 3 დეკემბერს მის საცხოვრებელ კორპუსთან დააკავეს ანტონი, როგორც უკვე აღნიშნე, ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნაც, რომ ანტონ ჩეჩინი არასდროს ყოფილა ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს სისხლის სამართლებრივ წარმოდგენილი, რომ ეს ადამიანი მასამართლებია, შეიძლება ადმინისტრაციული სახელი ქონა გადებული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო, სხვა რაიმე
შეიძლება ფსიქოტროპული თუ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხარების გამო. მნიშვნელოვანი არის ამის ხაზგასმა გამომდინარე იქიდან, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნათია მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებზე არ არის ეს მიდგომა. მნიშვნელოვანი არის იმის გააზრება, რომ დღევანდელ რეალობაში სახელმწიფო ბოროტად იყენებს ნარკოპოლიტიკას, არა მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლების მიმართ, არამედ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა განეიტრალებათ სურს პოლიტიკურად ამ შემთხვევაში. მცირე ჩართვას გავაკეთებ. ყურადღება რომ მივაქციოთ დაკავების დროებს, ეს რა თქმა უნდა, აი ამ 6 ადამიანთან დაკავშირებით, მე ვისარგებლებ ამ შემთხვევით და ვიტყვი. მაგალითად, ანტონ ჩეჩინი დააკავეს 3 დეკემბერს. შემდგომ გიორგი ახობაძე, ნიკა კაცია, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამივე. შემდგომ რუსეთის ორი მოქალაქე ანასტასია და არტემი დაკავებულები არიან 17 დეკემბერს. ეს რაღაც მიეწყო, ესე რომ ვთქვათ, დეკემბერში დაკავებულების საქმეები და გარდა ამ მე არ ვამტკიცებ არაფერს, მე უბრალოდ ფაქტად წარმოვადგენ აი ამ ინფორმაციას და ვფიქრობ, რომ ყურადსაღებია იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ შემდგომ ბრალდებულების განცხადებაზე, რომ მათ ჩაუდეს და ისინი იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით, ხო? გარდა აი ამ დამთხოვისა, რა ფიგურირებს და რა აერთიანებს აი ამ ხუთივე საქმეს. პატაკი, ეგრეთ წოდებული ოპერატიული ინფორმაცია, თქვენ შემთხვევაშიც იყო და დანარჩენი 5 ადამიანის შემთხვევაშიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იწყება საქმე. ასევე ხუთივე საქმეში მონაწილეობს ეგრეთ წოდებული CKPD, ეს არის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ფიგურირებს. 6 საქმეში არის ასეთი ადვოკატები ამბობენ იმას, რომ პოლიციელები სთხოვდნენ დაკავებულებს, რომ მოეწერინეს ხელი, თითქოს ისინი უარს აცხადებდნენ ნარკოლოგიური ტესტის ჩაყენებაზე. მე როგორც მახსოვს, ნიკა კაცის შემთხვევაშიც ასე იყო, ასევე ახობაძის შემთხვევაში, რომ თითქოს ისინი უარს აცხადებდნენ და ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმის გამო, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოეხდინათ, რომ თუ დასამალი არ გაქვს, მაშინ რატო ამბობ უარს? ანუ სხვა მხრივ, ასე რომ ვთქვათ, აქვს თუ არა ამას საქმეზე გავლენა, რომ ტკების ფლობას ეხება ეს მეორე საკითხია, მაგრამ საზოგადოებრივ აზრზე გავლენაზე უარს არასდროს არ ამბობს პროკურატურა. ასევე ვიდეო და ნეიტრალურ მტკიცებულებებზე ჩვენ გადავხდით, გიორგი, ამ კუთხით მექნება შენთან შეკითხვა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 3 ბრალდებული ამბობს ასევე ერთ-იგივე რამის, რომ მათ ნების საწინააღმდეგოდ აუღეს ბიოლოგიური მასალა პირის ღრუდან და იღლიებიდან, რომლის უდი არის, რომ ამ შემთხვევაში ასე და ვარაუდობენ ადვოკატები, რომ ეს მოხდა იმის გამო, რომ შემდგომ ამ ბიოლოგიური მასალის ხელოვნურად დატანა მომხდარიყო ეგრეთ წოდებულ ამოღებულ ნივთიერებაზე. როდესაც ნარკოტიკის ჩადებას ეხება საქმე, ყოველთვის და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იწყება მოქმედება ნეიტრალური მტკიცებულებებს. რა მნიშვნელობა აქვს, რას ქვია ნეიტრალური მტკიცებულება და რა არის თქვენ საქმეში? კი ბატონო, პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ რაც შეეხება ნარკოლოგიურ შემოწმებას, ამასთან დაკავშირებით ანტონ ჩეჩინის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არის ოგნი, რომ თითქოს ანტონ ჩეჩინმა უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, თუმცა აღნიშნულ ოქმს ხელს არ აწერს თავად ანტონ ჩეჩინი. აღნიშნული ოქმი შედგენილია 3 დეკემბერს, ხოლო ანტონ ჩეჩინის გამოკითხვა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მოხდა 4 დეკემბერს, ანუ მეორე დღეს. ანტონ ჩეჩინი თავის გამოკითხვაში ცალსახად ნათლად უთითებს, რომ მას სურს და თანახმა არის, რომ მასზე ჩატარდეს შესაბამისი ნარკოლოგიური შემოწმება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და გამომდინარე იქიდან, რომ იგი არ არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი. რაც შეეხება ნათია თქვენ შეკითხვას,
ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია არაერთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოყვანა, მათ შორის ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოყვანა, რომელსაც დარწმუნებული ვართ დღევანდელ საღამოს ბიუროს ვისაუბრებთ ამ საკითხზე, გულისხმობ ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და მათ შორის ჩვენი საერთო სასამართლოების მიდგომა, მათ შორის უზენაეს სასამართლოს განმარტებები, რომ მნიშვნელოვანი არის, როდესაც ხდება პირადი ჭრეკა თუ ამოღება, სხვა საგამოძიებო მოქმედებები, როდესაც მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი არის, არათუ მნიშვნელოვანი აუცილებელი არის, რომ მოხდეს შესაბამისი ნეიტრალური მტკიცებულებებით აღნიშნული ოქნის აღნიშნული მტკიცებულების გამყარება. ნეიტრალური მტკიცებულება საუკეთესო და ყველაზე კარგი ვითარებაში არის, რა თქმა უნდა, ვიდეო გადაღება. ნებისმიერი, მათ შორის პირაჩრების დაწყებიდან დასრულების ჩათვლით. როდესაც პირობითად უახლოვდება შესაბამის გამომძიებელი და მათ შორის გააცნობს დადგენილებას, იწყებს პირადი ჭრეკის ოქმის შევსებას, იწყებს პირად ჭრეკას და მთელი ეს მიმდინარეობა უნდა იყოს ასახული შესაბამის ვიდეო ჩანაწერზე. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ვიდეო ჩანაწერი, ვიდეოს ესე ვთქვათ გადაღება უერთდება, თუმცა ამის ესე ვთქვათ საფრთხე შეიძლება საგამოძიებო ორგანომ ჩართოს კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებაში ნეიტრალური პირი. ნეიტრალური პირი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეზე. გულისხმობ რაც ხო? ნეიტრალური პირი თავისი არსით უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებული და აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ნეიტრალური პირი არ შეიძლება იყოს დაკავშირებული რაიმე სახით საგამოძიებო ორგანოსთან, ან პირიქით იმ ადამიანთან, ვის მიმართაც ტარდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ საქმეში გულისხმობ ანტოჩეჩინის სასამართლის საქმეს წარმოდგენილი არ არის თავისი არსით ნეიტრალური მტკიცებულება. პირველ რიგში გულისხმობ, რომ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ვიდეო მტკიცებულება. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მონაწილეობდა თარჯიმანი, რომელიც მოწვეული იყო საგამოძიებო ორგანოს მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ ანტოჩეჩინი რუსულენოვანი პიროვნება არის, მნიშვნელოვანი არის და სწორიც არის, რომ რეალურად თარჯიმნის მოწვევა მოხდა, მისი დასწრება მოხდა თარგმნა, თარგმნა როგორ მოხდა ეს სხვა საკითხია და აღარ გადავიჭრები სხვა საკითხში. თუმცა მნიშვნელოვანი არის იმის ხაზგასმა, რომ ეს პიროვნება დასაქმებული არის იმ სათარჯიმნო კომპანიაში, რომელიც უკვე დაახლოებით 10 წელია საკმაოდ საეჭვოდ იგებს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს. და აღნიშნული ტენდერების, ესე რომ ვთქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ყოველწლიურად არის მზარდი. მაგალითისთვის 2023 წელს ეს ინფორმაცია საჯარო არის, თითოეულ ჩვენს შეგვიძლია რომ გქონდეს ამაზე წვდომა. მაგალითად 2023 წელს აღნიშნული სათარჯიმნო კომპანიამ სახელმწიფოსგან მიიღო 9 მილიონი. ანუ პირველი კითხვა, როდესაც ეს მონაცემი დავინახე, იყო, რას თარგმნიან ესეც, რომ აი 9 მილიონი ერთი წლის განმავლობაში არის გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ფული ბიუჯეტიდან ამ სათარჯიმნო კომპანიისთვის. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება არის ისიც, რომ რეალურად ეს ადამიანი საერთოდ იმ მომენტში, როდესაც დაიწყო პირადი ჭრეკა, იქ არ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის გამოკითხვის ოქმში დეტალურად უთითებს რა მოხდა, როგორ მოხდა და ასე შემდეგ, თუმცა ამ გამოკითხვის ოქთან დაკავშირებითაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს და მნიშვნელოვანი არის იმის ხაზგასმა, რომ რეალურად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ორი ადამიანის, პირველი ეს არის კონკრეტული გამომძიებელი, რომელიც მონაწილეობდა პირად ჭრეკაში, ხოლო მეორე არის თავდადონი თარჯიმანი. ამ ორი გამოკითხვის ოქმის ინფორმაციული ნაწილი არის copy-paste-ით გადატანილი. ანუ პირველად ჩატარდა გამომძიებლის გამოკითხვა, ხოლო შემდეგ ჩატარდა უკვე თარჯიმნის გამოკითხვა. გამომძიებელს დაეზარა ხელების, თითების დაღლა არ უნდოდა ალბათ და გახსნა, ასე ვთქვათ, მის მიერ მანამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება გამოკითხვა თავის, ესე ვთქვათ, ელექტრონულ მოწყობილობაში, copy-paste-ის საშუალებით გადმოიტანა თარჯიმნის გამოკითხვის ოქმში
და შემდგომ ხელი მოაწერინა თარჯიმას, რომ თითქოს ეს ყველაფერი მან დაინახა, ეს ყველაფერი რეალურად რაც ვითომ მოხდა ესწრებოდა და ასე შემდეგ. ხო ნახეთ როგორი ის არის იცით ზოგადად როგორც აღნიშნე ნეიტრალური მტკიცებულება თავისი არსით უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებული როგორც pravdevis ხარისთვის ისე დაცვის ხარისთვის. თუმცა როგორ შეიძლება ვისაუბროთ პიროვნების ნეიტრალურობაზე, რომლის გამოკითხვის ოფში მითითებული ინფორმაციის 65% არის დეტალურად სიტყვა-სიტყვით, თავისი ტექნიკური შესწავლებით, გრამატიკული შესწავლებით, რაც კი რამე შესწავლა არსებობს და არის დაშვებული აღნიშნულ გამოკითხვის ოფში, არის გადმოტანილი თარჯიმნის ესე რომ ვთქვათ გამოკითხვის ოფში. ნუ ბრალდებს ხარ განმარტავს რომ რეალურად თარჯიმანი არის ნეიტრალური მოწმე, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი იმის ხაზგასმა რომ თარჯიმანი აი ძალიან მარტივი სიტუაცია რომ წარმოვიდგინოთ, ხო? ნუ პირობითად არის ყოველთვის кейსი და ზოგადად დათვალიერებაში მონაწილეობა კონკრეტული ექსპერტ კრიმინალისტები. ამ ექსპერტ კრიმინალისტების ან თუნდაც თარჯიმნის ან სხვა ნებისმიერი პირის მოწმის სახით სასამართლოში ესე ვთქვათ გამოძახება და ამ ადამიანის დაკითხვა სამართლებრივად შესაძლებელია. არათუ შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს კიდეც. თუმცა მნიშვნელოვანი არის იმაზე მითითება, რომ ეს ადამიანი რამდენად არის ნეიტრალური პირი, ანუ რამდენად არის საკმარისი იმისთვის, რომ აი ამ ეხლა რაც მოვყევი, ხო, თუნდაც ეს საეჭვო კომპანია, საეჭვო გამოკითხვის ოფმები, ის გარემოება რომ რეალურად თავიდან საერთოდ არ ესწრებოდა პირაჩელის მიმდინარეობას. რამდენად არის საკმარისი იმისთვის, რომ რეალურად ვიმსჯელოთ საერთოდ ამ ადამიანის ნეიტრალურობაზე. ნუ ბრალდებს ხარ პოზიცია გასაგებია, მაგრამ ნუ ყოველგვარ ლოგიკას არის აცდენილი, გამომდინარე იქიდან რომ ფიზიკურად შეუძლებელია დაემთხვეს სიტყვები, დაემთხვეს ტექნიკური, გრამატიკული შესწავლები ერთმანეთს, ხო? წარმოებდა ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკის დროს ამასაც რომ ვისაუბროთ და შემდგომ უკვე გადავალ სასამართლოს შუამდგომლობების ნაწილს. როგორც კი აღნიშნე ვიდეო ჩანაწერი აღნიშნულ სისხლის სამართლის წარმოდგენილი არ არის. ნუ ბრალდებს ხარის პოზიციიდან როგორც ეს პირადი ჩხრეკის ოფში არის მითითებული თითქოს და ჩემი დასვენში ყოფი წინააღმდეგობას წერდა და მის გათვალისწინებით ვერ მოხდა ვიდეო გადაღება. რაც ასევე წარმოადგენს ყოველს არ შეესაბამება რეალობას, გამომდინარე იქიდან რომ როდესაც ამ ადამიანს დახვდნენ მის აკურდარ საცხოვრებელ კორპუსთან იმ წამსვე ჩასვეს მანქანაში და მანქანაში ჩატარდა რეალურად აღნიშნული პირადი ჩხრეკა. ასევე მნიშვნელოვანი არის რომ მიუხედავად იმისა რომ რეალურად პირადი ჩხრეკის ოფში მითითებული არის რომ თითქოს 3 გამომძიებელი და 1 თარჯიმანი იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, რეალურად იქ ბევრად მეტი CKPD იქნება თუ სხვა რაიმე სამართლო იქნება, სამართლოს წარმომადგენელი იმყოფებოდა, შესაბამისად ობიექტურად შესაძლებელი იყო კონკრეტული რეალურად ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში. ასევე რეალურად დაცვის მიერ ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, შესაბამის ფოტოსურათებიც არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში და ამ ფოტოსურათებზე ჩანს რომ რეალურად ერთ-ერთ ობიექტზე არის დამონტაჟებული ვიდეო სამოთვალყურეო კამერა და მე რა გამომძიებელი ვიყო, ყველანი არ გვესწრები რომ მაქსიმალურად მოვიპოვო ნეიტრალური მტკიცებულება, თუ კი ვთვლი რომ მართალი ვარ და თუ კი ვთვლი რომ ეს ადამიანი რეალურად არის დამნაშავე. შეეძლო საგამოძიებო ორგანოს აღნიშნული ვიდეო სამოთვალყურეო კამერის ჩანაწერის ამოღება, არა იმის გამო რომ რეალურად გამოჩნდებოდა პირაჩელის მიმდინარეობა, ვერი გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ ჩატარდა მანქანაში. თუმცა გამოჩნდებოდა რომ ეს ადამიანი უწევდა წინააღმდეგობას შესაბამის გამომძიებელებს, ხო? თუმცა ნუ არ გააკეთეს, იმიტომ რომ გააკეთეს რომ რეალურად გარნაესათვის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია, მოათავსეს დახურულ სივრცეში, სადაც ისე დაუცველი არის, ხო? ამ შემთხვევაში პიროვნება, როდესაც მის მიმართ ტარდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება, მოათავსეს იმ გარემოში, სადაც ჩადების რისკი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, სადაც რეალურად ვერ იქნებოდა მოწვეული თუნდაც ნეიტრალური პირი, ან ვერ მოხდებოდა თუნდაც ვიდეო გადაღება და ამის საფუძველზე ნუ გააკეთეს ისე გააკეთეს. ასევე მნიშვნელოვანი არის ის გარემოებაც, რომ რეალურად
ეს ადგილი არის დასახლებული პუნქტი, ანუ არ არის ისეთი ადგილი, სადაც ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ვინმე გამოვლენის მოწვევა, მეზობლის მოყვანა ან ნებისმიერი პიროვნების მოწვევა, ვინც რეალურად იქნებოდა ობიექტური და რეალურად დაასაბუთებდა, დაამტკიცებდა იმ გარემოებას, რომ პირველი ანტიჩეჩენის წინააღმდეგობას წევდა, მეორე ის, რომ რეალურად ამის გამო მოხდა მისი ავტომანქანაში მოთავსება და მესამე ის, რომ რეალურად მოხდა ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება მისი ფორტუკის ჯიპიდან. კი ბატონო, ახლა რომ გვესაუბროთ, რას ეცადა დაცვის მხარე პრობლემების მოპოვებას და რა ბარიერებს წააწყდა თქვენ საქმეში და ზოგადადაც რო განვომარტოთ საზოგადოებას რეალურად სხვა საქმეებზეც მათ შორის რა შესაძლებლობა აქვს დაცვის მხარეს რომ ამტკიცოს რომ ნარკოტიკი ჩაუდეს ამა თუ იმ ადამიანს, რომ თქვენი საქმეების შესაძლებლობას იძლეოდა და სასამართლოს რომ მიმართეთ კამერების ჩანაწერების ამოღებაზე, პასუხიც მოგეთ რომ კარგად განვარტოთ. ხო, მნიშვნელოვანია ამ საკითხის მსჯელობაც გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ აი ამ რეპრესიულ ქმედებებში ჩართული არის სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა და სახელმწიფოს ყველა შტო, გულისხმობ როგორც საგამოძიებოს, ასევე პროკურატურას და ასევე რა თქმა უნდა სასამართლოს. ანტიჩეჩენის სადარბაზოსთან დამონტაჟებული არის ვიდეო სამოთვალყურეო კამერა. არ საუბრობ იმ კამერაზე, რომელიც დამონტაჟებული არის ასევე სხვა კონკრეტულ ობიექტზე. არის მეორე კამერაც, სადაც ასახული არის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორია. და რეალურად ასახული არის ის თუ ზუსტად რომელ საათზე ტოვებს ეს ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ ბინას. ეხლა ცოტა სამართლებრივ ნაწილში გადავიჭრები, თუმცა მნიშვნელოვანი არის მათ შორის საზოგადოებამ იცოდეს ის ნიუანსი, რაც მნიშვნელოვანი არის მათ შორის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, როდესაც საგამოძიებო ორგანო ატარებს კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებას, ხო? როდესაც წარმოვიდგინოთ ძალიან მარტივი ვითარება, ვარ გამომძიებელი, მივიღე კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია, რომ კონკრეტული X პიროვნება ინახავს, რაღაცას, ხო, ეს იქნება ცეცხლსასროლი იარაღი თუ რამე ნარკოტიკული საშუალება. ამის შესახებ ვადგენ პატაკს, ვაცნობებ ჩემს ზემდგომს და შემდგომ ჩემი ზემდგომის მიერ ხდება ჩემი გამოკითხვა. ანუ იმისთვის, რომ რეალურად საგამოძიებო ორგანომ ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება, ამ შემთხვევაში პირადი ჭრება, მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის, რომ სახეზე იყოს ორი რაღაც. ეს არის პირველი პატაკი და მეორე გამოკითხვის ოფი. სადაც რომ მითითებული იქნება, რომ კი ბატონო, მე მივიღე ეს ინფორმაცია, ვინც ეს ინფორმაცია მომეწოდა, რა თქმა უნდა, ამ შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებ, თუმცა ეს ადამიანი არის სანდო და აქამდეც არაერთხელ მოუწოდებია მსგავსი ინფორმაცია სხვადასხვა დანაშაულებზე. ეს არის ფორმალური, ესე რომ ვთქვათ, საფუძველი იმისთვის, რომ ჩავატარო კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება X პიროვნების მიმართ. აღნიშნული ხო ეს შესავალი რატო გავაკეთე, ხო? თუ კი პირობითად არსებობს პატაკი, მაგრამ არ არსებობს გამოკითხვის ოქმი, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება არის დაუშვებელი. ანუ მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის, რომ ჩატარებული და დასრულებული იყოს საგამოძიებო მოქმედება. ჩვენს მიერ მოპოვებული ნანახი იქნა სადარბაზოზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც აღწერილი არის თუ როგორ და რომელ საათზე ტოვებს ანტიჩეჩენი საკუთარ საცხოვრებელ ბინას. და ასევე დაცვის მიერ მოპოვებული არის ნეიტრალური მტკიცებულება, რომ ამ ვიდეოკამერის ჩანაწერზე ასახული დრო არის რეალური დრო. თუ არის პირობითად ასახული 10-30, ეს არის რეალური დრო და წინააღმდეგობაში არ მოდის რეალურ დროსთან. მნიშვნელოვანი არის იმის ხაზგასმა, რომ რეალურად, როდესაც ამ ადამიანმა დატოვა თავისი საცხოვრებელი კორპუსი, როდესაც ეს ადამიანი შეიპყრეს და მოათავსეს ავტომანქანაში, სადაც ჩატარდა პირადი ჭრება, ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლის, ანუ ვინც მიიღო პატაკი, ვინც მიიღო ინფორმაცია და შეადგინა შემდგომ პატაკი, არათუ დასრულებული, დაწყებულიც კი არ იყო მისი გამოკითხვა. ანუ სამართლებრივი საფუძველიც კი არ ქონდა ფორმალურად შექმნა სამართლებრივი საფუძვლის საგამოძიებო ორგანოსთვის არის ძალიან მარტივი. რეალურად სჭირდება სულ რაღაც 5 ფურცელი. 1 ფურცელი პატაკი და 4 ფურცელი გამოკითხვის ოქმი.
გამოკითხვა არც კი იყო დაწყებული, როდესაც ეს ადამიანი შეიპყრეს და მოათავსეს მანქანაში და დაიწყეს პირადი ჭრება. გამომდინარე აქედან მნიშვნელოვანი არის იმის ხაზგასმა, რომ რეალურად როდესაც ჩატარდა ამ ადამიანის პირადი ჭრება, არათუ რაიმე ფაქტობრივი ან რაიმე სხვა სამართლებრივი საფუძველიც, ელემენტარული სამართლებრივი საფუძველიც კი არ იყო შექმნილი. თუმცა, ნათლია თქვენი კითხვიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოებამ იცოდეს ამ ინფორმაციის შესახებ, მივმართეთ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს იმისთვის, რომ აღნიშნული ვიდეოკამერის ჩანაწერი გამოგვეთხოვა კანონმდებლობის წესი და დაგვემაგრებინა სისხლის სამართლის საქმე. ხო, ანუ ნებისმიერი მტკიცებულების, ხო, ეს იქნება ვიდეო, იქნება თუ რაიმე სხვა, ესე უბრალოდ აღიება და სისხლის საქმის ჩადება, ესე არ ხდება, ხო, თავის სამართლებრივი საფუძველი და პროცედურები სჭირდება. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამორჩეულმა მოსამართლემ ქალბატონმა ლელა მარიდაშვილმა განგვიცხადა, რომ თითქოს და აღნიშნული ვიდეოკამერის ჩანაწერი საერთოდ არ არის შემთხვევაში თურმე სისხლის სამართლის საქმესთან და ჩვენ დაცვის მხარე თითქოს მოცლილები ვართ იმისთვის, რომ წეროთ აქტგვერდიანი შუამდგომლობები და მოვითხოვოთ რეალურად სიმართლის დადგმა. მაშინ, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანი არის აღნიშნული მტკიცებულების პირველ რიგში მოპოვება, მოძიება და შემდგომ დართვა სისხლის სამართლის საქმეზე. თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ აღნიშნული ვიდეო მტკიცებულება აუცილებლად მოხდება სისხლის სამართლის საქმეში. დიდი მადლობა. ეს ბოლო სასამართლოს არგუმენტი, რაც გიორგიმაც გააჭრა, არ არის მხოლოდ ანტონ ჩეჩინის საქმეში, სხვა ამ საქმეშიც იგივე პასუხი აქვს სასამართლოს, რომ შემხებლობაში არ არის დაკავების დროს ამსახველი ვიდეოკადრები საქმესთან, ხო? გურო, ერთის მხრივ გვაქვს ორი მოწმე ჭყალებში ორი მოწმე პოლიციელის ჩვენება, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ვიდეო მტკიცებულება, ნეიტრალური მტკიცებულებები არ ფიქრობს საგამოძიებო ორგანო, რომ წარმოადგენს და შემდგომ ამას ასეთი არგუმენტით ამყარებენ, რომ წინააღმდეგობას წევდა დაკავებული და ვერ მოახერხეს ვიდეო გადაღება და მეორეს მხრივ გვაქვს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც უმაგრებს ზურგს ბრალდების მხარეს და ამბობს, რომ ის ვერ ხედავს შემხებლობას და ადვოკატების, ასე რომ ვთქვათ, დასაბუთებაში ხედავს, ესე რომ ვთქვათ, გამოსავალს, ხო? რომ ვისაუბროთ, ესე რომ ვთქვათ, აი ეს პრაქტიკა, რაც ახლა გიორგიმ აღწერა, რამდენად, ესე რომ ვთქვათ, ნაცადია, რამდენად წლების განმავლობაში ხონდა თუ არა ამას ადგილი, რაიმე თქვათ, სიახლე დაინახე თუ არა, დადებითი პრაქტიკა დაინახე თუ არა შენ ამ ყველაფერში და შემდგომ უკვე გიორგიმ ახსენა ქებულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ამაზე მოგვიანებით ვკითხავ. გამარჯობა, მოგესალმებით. მეც დავიწყებ ცხადია სოლიდარობით იმ პატიმრების მიმართ, რომლების საქმეებზე დღეს ვშელობთ, სოლიდარობით იმ ადამიანების მიმართ, ვისი პროცესების დღეს მიმდინარეობს, ვისით ახლა რომ გზია ამაღლობების პროცესიც მიმდინარეობს, არ დამთავრდა უკვე სასამართლო აღარ მივადევნე თვალი, დღევანდელი განხილვა და ცხადია სოლიდარობა ყველა რეჟიმის პატიმარს და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ხალხი მალე გამოვა. მე მეორედ მიწევს ამ ფორმატში საუბარი და გავიმეორე ჩემი თავი და რაღაცნაირად მაშინაც როგორც დავიწყე ჩემი მიმართვა თუ საუბარი თუ მოხსენება, ეხლაც დაახლოებით ეგეთ მდგომარეობაში ვარ, ხო, როცა ფაქტიურად სახელმწიფო აწესებს უკანონო მდგომარეობას, კანონგარეშე მდგომარეობას, ხო, იმიტომ რომ ყველა ის კანონი, ყველა ის სამართლებრივი პრინციპი, ისიც აქამდე უჩეროდა იურისტებს თუ არა იურისტებს, დღეს ვხედავთ, რომ აბსოლუტურად უგულებელყოფილი არის და აბსოლუტურად გაუქმებული არის, შეიძლება ითქვას, მნიშვნელობა დაკარგული არის, ხო? ვხედავთ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც აბსოლუტურად ან კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, ან ფაქტობრივ მოცემულობას, მტკიცებულებას აუქმებს ეს გადაწყვეტილება. ხო, ვხედავთ არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს სასამართლოს მხრიდან. და ხო, მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს არის აბსოლუტურად კანონგარეშე მდგომარეობა.
მაგრამ ნარკოპოლიტიკა დღესაც ვლაპარაკობთ, ხო? არის რაღაცა უცნაური, ამ გაგებით უცნაური შემთხვევა, იმიტომ რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში გვთავაზობს შესაძლებლობას იძლევა კანონიერი უკანონობის მდგომარეობის დაწესების, ხო? იმიტომ რომ ნარკოპოლიტიკა იმდენად ფართო, იმდენად განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს პოლიციას, სასამართლოსაც თუ პროკურატურასაც, რომ იქ შეიძლება ფორმალური კანონიერება იყოს დაცული, მაგრამ კანონიერების მთავარი მახასიათებელი, რომ ეს უნდა იყოს სამართლიანი, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული გასაგები, ხო? აი ამ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს. და პრინციპში ამ პრობლემებზე გიორგიმ გასაგებად ისაუბრა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამის შინაარსზე, რამდენად უსამართლო შეიძლება იყოს დღეს არსებული საკანონმდებლო ცვლილებები. მე დავიწყებ მაგალითად ოპერატიული ინფორმაციით, ხო? ამაზე ისაუბრა ადვოკატმაც და რა არის ეს ოპერატიული ინფორმაცია? ოპერატიული ინფორმაცია, რომ წარმოვიდგინოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ საქმეში შეიძლება ფიგურირებდეს და ოპერატიული ინფორმაცია არის უბრალოდ ის, რაც პოლიციელს აძლევს მოქმედების საფუძველს, ხო? მაგალითად, გამომძიებელი აცხადებს, რომ მას აქვს ოპერატიული ინფორმაცია, ამის საფუძველზე ის ადგენს პატაკს, სადაც ოპერატიულ მუშაკთან ჩატარებულ ზეპირ გამოკითხვაზე ადგენს შეყობს ინფორმაცია და მე ამ პატაკის საფუძველზე ტარდება ჩხრეკა, ისე როგორც თქო, ამ საქმეში იყო ჩატარებული და სხვათა შორის უცნაური არ არის, რომ დღესაც აი მზია ამაღლობელი საქმეშიც ასეთი პატაკი გაჩნდა. დღესაც გამომძიებელი, პროკურატურა ასაბუთებდა, რომ ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, რომ მზიას თავისი ნებით კი არ მიუღია გადაწყვეტილება პოლიციელზე თავდასხმის, არამედ მან ამგვარი დაკვეთა ვიღაცისგან მიიღო და ამის გამო ჭირდებათ ტელეფონის, პირადი მობილური ტელეფონზე დაშვება, ხო? ამ ყველაფერს იძლევა ოპერატიული ინფორმაცია, ამ ყველაფერს შესაძლებლობას იძლევა ოპერატიული ინფორმაცია. ნარკოპოლიტიკის კონტექსტში ეს განსაკუთრებით ძლიერი არის და კანონმდებლობა, ჩვენი კანონმდებლობა განზრახ აჩენს ამგვარ რუხ სამართლებრივ სივრცეებს, სადაც პოლიციას შეუძლია შერჩევითად ერთი შეხედვით ფორმალური კანონიერებით, მაგრამ რეალურად შინაარსო კანონიერებით იმოქმედოს შევიდეს მოქალაქეების უფლებებში და ამ შემთხვევაში ჩაატაროს ჩხრეკა, ამოიღოს რაღაც ინფორმაცია და ასე შემდეგ. ნარკოპოლიტიკაში ეს განსაკუთრებით ძლიერი იარაღი არის, იმიტომ რომ ნარკოპოლიტიკის კონტექსტში ოპერატიული ინფორმაცია არის აბსოლუტური ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ამ გზით ტარდება მთავარი საგამოძიებო მოქმედება, ჩხრეკა, ხო? და ჩხრეკა თუ ჩატარდება პირობითად ასევე რუხ სივრცეში, ანუ ისეთ ადგილას, სადაც არ არის საფოთოლო კამერები. ნუ აქ ამ შემთხვევაში შეიძლება ბოლომდე კვალიფიციური გამომძიებლები არ იყვნენ და ჩხრეკა ჩატარდა იქ, სადაც ერთი კამერა მაინც არსებობდა, მაგრამ ძალიან ხშირად და აი მაგალითად დახობაძის შემთხვევაში მეგონია ესეთი შემთხვევასთან გვაქვს ადგილი, როცა ჩხრეკა ჩატარდა ზუსტად ისეთ ადგილას, ისეთ წერტილში, სადაც საფოთოლო კამერები არ იყო, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ფიზიკური დაკავება, მის ფიზიკური კონტროლის დამყარება მოხდა ისეთ ადგილას, სადაც რეალურად იყო კამერები, მაგრამ ის გადაადგილეს ძალით, გადაიყვანეს სხვაგან, მოარიდეს ცენტრალურ ქუჩებს, რომ ჩხრეკა ჩატარებულიყო. ხო, მე იმიტომ რომ ადვოკატს არ ქონდა საშუალება, რომ გაისაჩივრებინა კი არ დაეყენებინა შუამდგომლობა მაგალითად საფოთოლო კამერების ამოღებაზე. მაგრამ ხო, ძალიან ბევრი არ გავაგრძელო ფაქტორული გარემოების საუბარი. ნარკოპოლიტიკა არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პოლიციას ქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის ნებისმიერ ჩვენგანზე აბსოლუტური ძალაუფლება. მით უმეტეს თუ გავთვალისწინებთ იმას, რომ ეს არის დაკავშირებული ძალიან მკაცრ სასჯელებთან, ძალიან ხშირად უმცირესი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ფლობაც კი შეიძლება იხსნებოდეს წყობით თავისუფლების სამხედროსთან. ნარკოპოლიტიკა არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ დღემდე საზოგადოებაში არის როგორ ვთქვა, სტერეოტიპების მიზეზით ხშირად სტერეოტიპული შეხედულების იმსახურებს ძალიან ხშირად და ჩვენ ხედავთ იგივე რომ ნარკოპოლიტიკა არის ის საკითხი, რაზეც სხვა ავტორიტარულ დაპირებებთან ერთად ხელისუფლება ასევე ანონსებს, რომ ის გაამკაცრებს ქართულ ნარკოპოლიტიკას. ხო, მაშინ როდესაც ქართული დღეს მოქმედი ნარკოპოლიტიკა უკვე არის ერთ-ერთი სამაგალითო მკაცრე კანონმდებლობა და პრაქტიკა ქვეყანაში პოლიტიკა, ხო? ამიტომაც ხო, დღეს როცა ჩვენ ვსაუბრობთ ნარკოპოლიტიკაზე და მე აქ ბოლოს გადავალ ქებურიას საქმეზე, ქებურიას საქმეში იგივე ტიპის პრობლემა იყო, თუ გახსოვთ, ბირჟა მაფიას შემთხვევა, როდესაც ორი რეპერი პარალელურ რეჟიმში დააკავეს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე, იმის გამო რომ ოპერატიული ინფორმაცია არსებობდა, რომ მათ ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება, ამ შემთხვევაში საფუძველზე მართლა ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება. ოღონდ საქმე ის იყო, რომ წინა რამდენიმე დღით ადრე
ჯგუფმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დაშარჟებული ყავდათ მოკლედ პოლიციელები. ხო და ერთგვარი შურისძიება იყო ეს. Ну, ამან დიდი პროტესტი გამოიწვია ბავშვებს მოხდა და მე ჩვენ წავიდეთ ეგ საქმის საკონსტიტუციო სამართალში და სასამართლო სწორედ ეგ თქვა, რომ ოპერატიული ინფორმაცია რეალურად არის ნაკლებად სანდო ინფორმაცია, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ სისხლის სამართლის საქმე შეიძლება აიგოს, აიკინძოს, აიფენძოს ოპერატიული ინფორმაციაზე, მაშინ როდესაც არც პროკურატურას და არც სასამართლოს არ აქვს რეალური ბერკეტი იმისა, რომ საერთოდ გადაამოწმოს რამდენად ნამდვილი იყო ეს ოპერატიული ინფორმაცია. საერთოდ არსებობდა თუ არა ბუნებაში ის ადამიანი, ვინც ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებელს ამ პროგრამას. ხო, ასეთი გადამოწმების საფუძველი და მექანიზმი არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ოპერატიული მუშაკი სასამართლო პროცესი ისე მიდის, რომ არ ჩანს ვინ არის საერთოდ, მით უმეტეს არ არის შესაძლებელი, რომ ის დაიკითხოს სასამართლო პროცესი. მაგალითად, ბრალდებულმა დაკითხოს ოპერატიული მუშაკი, საიდან ქონდა ინფორმაცია, როდის მოიწია და ასე შემდეგ. ამიტომ საკონსტიტუციო სამართლომ აქ დაადგინა მართლა, რომ ეს არ არის სანდო ინფორმაცია და როდესაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ტარდება ჩხრეკა, აუცილებელი არის, რომ ასეთი ჩხრეკა იყოს გამყარებული ობიექტური მტკიცებულებებით, ხო? ეს შეიძლება იყოს როგორც ითქვა ნეიტრალური მოწმე, ან შეიძლება იყოს საფოტო კამერა, ან სხვა ნეიტრალური მტკიცებულებები. ხო, მაგრამ ნუ პრაქტიკაში ცხადია ეს ყველაფერი არ რეგულირდება, საკონსტიტუციო სამართლოს ის გადაწყვეტილება საკმარისად არ იყო აღსრულებული და ნუ დღეს გვაქვს ის რეალობა, რაც გვაქვს. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ საბოლოო ჯამში აი ეს ოპერატიული ინფორმაციის მექანიზმი ძალიან კარგად არის შეთავსებული ნარკოპოლიტიკის მკაცრ კანონმდებლობასთან და პოლიტიკასთან და საბოლოო ჯამში იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერ დროს ეს იარაღი ამოქმედოს სახელმწიფომ მოქალაქეების წინააღმდეგ. კრიტიკულად განწყობილი ან მათთვის არასასრული მოქალაქეების წინააღმდეგ. ბოლოს იმით დავასრულებ, რომ წლების განმავლობაში ეს იარაღი ერთგვარად შედარებით პასიურად იყო გამოყენებული და წინა წლებთან შედარებით მიძინებული შეიძლება დავარქვათ, რომ ეს იარაღი შედარებით მიძინებული იყო, ცალკეულ მძიმე შემთხვევებში თუ არ ჩავთვლით, მაგრამ სწორედ ეს აქციები და მასობრივი პროტესტები აჩვენებს ჩემთვის, რომ სახელმწიფომ ისევ გააქტიურა ეს იარაღი, ისევ ვიწყებს ამ იარაღის მეტად ყოველდღიურ რეჟიმში უფრო ხშირად გამოყენებას და ხო, ნუ სასამართლოები სამწუხაროდ სასამართლო ვერანაირ ვერ უძლებს ამ კუთხით და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც სახელმწიფო ბედავს ამ მექანიზმის აქტიურად გამოყენებას სწორედ ის არის, რომ სასამართლო წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო მობიერი თუ ლოიალური არის და არანაირ კრიტიკული თუ კონტროლის მექანიზმებს არ ატარებს ამ მექანიზმებზე, ამიტომაც დღეს ხო ეს იარაღი სულ უფრო მეტად იძენს საფრთხე შინაარსს და ეფექტურობასაც უარყოფითი გაგიგებს. კი ბატონო, მე როგორც მივხვდი უკვე დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, აი მოკლე კითხვას დაგისვამთ კიდე აი შეჯამების სახით. მაინტერესებს ამ სასამართლოს პირობებში ცოტა ხულად წარმომიდგენია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, აი გავიხსენებ და არ შემიძლია არ გავიხსენო უბრალოდ 2017 წლის ის კანონ პროექტი და ის მიდგომები, ის ვთქვათ კომპლექსური მიდგომები, რაც გვინდოდა რომ ამოქმედებულიყო ამ სფეროში, ხო? ხომ არ იყო რაიმე ისეთი მიდგომა, რომელიც მათ შორის საპროცესო მოქმედებებს გააუმჯობესებდა. ნუ ერთხელ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ პრაქტიკაში უჭირს ამ ყველაფერს და ეს კეთილნებაზე და სასამართლოს თავისუფლებაზე გადის, მაგრამ პროცედურულად ამაზე დამსჯელი ხომ არ იყო, თუ გაგვახსენებ რაიმე დამზღვევი მექანიზმის შემოღება კიდევ უფრო მეტი. ხო, ერთი ძალიან დიდი თემა არის და გამიჭირდება მართლა ამ 2 წელში ჩატევა და მესმის რომ უკვე საუბარი არ დასაწყები. ძალიან გამიჭირდება ძალიან საუბარი ამაზე, უფრო ფართო პასუხს გაგცემ, რომ ზოგადად არასწორი არის ნარკოპოლიტიკის მხოლოდ სამართალდაცვითი პერსპექტივიდან საუბარი და სამწუხარო არის, რომ სხვა ბევრ თემასთან ერთად, რაც რეალური პრობლემა არის დღეს საქართველოში, ნარკოპოლიტიკაც ერთ-ერთი ასეთი უგულებელყოფილი თემა არის, რომელიც ხშირად ძალიან ფრაგმენტულად შემოდის ჩვენს საჯარო მედია თუ პოლიტიკურ დღესდღეობით და ეს ფრაგმენტულად შემოსვლა არის ხოლმე პრობლემური და პოპულისტური, ხო? ხო, პოპულისტური თემა არის და თუ კი ვინმე საუბრობს ხელისუფლებიდანაც და ძალიან ხშირად ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ძალებიდანაც ისევ სადამსჯელო რიტორიკით საუბრობენ, იმიტომ რომ ეს საკითხები საკმარისი სისტემურობით ძირითადად არ არის ჩვენს დღესდღეობაში შემოსული, ხო? რეალურად ნარკოპოლიტიკა ძალიან მძიმე პრობლემა არის, ეს არის სოციალური პრობლემა, ეს არის საზოგადოებრივი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში და ამაზე არავინ არ საუბრობს. ცხადია, ყველა პოლიტიკოს და განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ ძალას ურჩევნია, რომ
აი ეს ამ სოციალურ პრობლემაზე, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ვცნობდეთ, რომ ეს პრობლემა არის, გაგვაჯეროს, რომ მათი ისინი მოქმედებენ ამ პრობლემაზე, ისინი ზრუნავენ ამ პრობლემის მოგვარებაზე, ოღონდ ამაზე დიდი საუბრის რა კი არა აქვთ. გვაჯერებენ რომ დაასჯით განკაცრებით ამ პრობლემას ეშუალება. მე მხოლოდ ამაზე შემიძლია ვთქვა, ის რეფორმა, რომელიც ახსენებია 2017 წელს რაც იყო ინიცირებული პარლამენტში და სხვათა შორის მაშინდელი ოცნების 3 თუ 4 კომიტეტის თავმჯდომარე უჭერდა მხარს მაგ კანონპროექტს. ზუსტად ამ ხედვის ფუნდამენტურად გადააზრებისკენ იყო მართული, რომ ნარკოპოლიტიკა გამხდარიყო უფრო მეტად სიღრმისეული განხილვის საგანი, უფრო მეტად სოციალური ჯანდაცვითი სფეროდა ყოფილიყო განახული ეს პრობლემა და შესაბამისად სამართალდამცავი სადამსჯელო ინსტრუმენტები აქ აღარ ყოფილიყო წამყვანი. ნუ სამწუხაროდ ხო როგორც ყველა ხელისუფალს ეს კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც არის ნამდვილად, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის ნარკოტიკის მომხმარებლების კუთხით და ბუნებრივია რომ ნარკოტიკის მომხმარებელი არის კონტროლის ქვეშ სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის კონტროლის ინსტრუმენტი ხელისუფლების და პოლიციის ხელში. აი ამ მაკონტროლებელი რეპრესიული ინსტრუმენტის დათმობა ცხადია ვერ შეძლო ამ სიტყვას ვერ გააძლო მაშინ ხელისუფლებამ და ჩანსრაგობას ვერ გაუძლო დღეს უკვე ძალიან კარგად. დიდი მადლობა გიორგის და მოსაზრება. კარგად ახსენეთ, რომ რეალურად არში ნარკოპოლიტიკა გამოიყენება ადამიანების დასჯისთვის. ჩვენ ახლა დღევანდელი საუბარი ერთად შეეხო იმ საქმეებს, რომლებიც დაკავშირებული არის ხო მიმდინარე საპროტესტო აქციებთან, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის აღნიშნავს, რომ რეალურად ნარკოპოლიტიკა გამოიყენება ბოროტად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კი ბატონო რეალურად არიან დამოკიდებულები კონკრეტულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს და გულისხმობს ხო? ნასამართლები არის არაერთხელ ადამიანი ნარკოტიკული დანაშაულისთვის, ამის შესახებ ბუნებრივია ფლობს ინფორმაცია სახელმწიფო, ეს ადამიანიც აღიარებს, თუმცა რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი ბოროტება, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის სისუსტის სათავისოდ გამოყენება. ის რომ ადამიანი რეალურად კონკრეტულ ნივთიერებაზე არის დამოკიდებული და მას რეალურად შველა სჭირდება და არა პირიქით ასჯა ხომ? რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი ბოროტება, როდესაც ადამიანი როდესაც სახელმწიფო კონკრეტული ადამიანის სისუსტეს იყენებს სათავისოდ და ნუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ ბიუჯეტის შესავსებად. დაიწყებს ის ხელსამართლებრივ დევნას, შემდგომ გამოიყენებს საპროცესო შეთანხმებას, გადაახტევინებს კონკრეტულ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში და ნუ სათავისოს ამის საპასუხოდ კი გაათავისუფლებს. შემდგომ იგივე განმეორდება და ეს ციკლური პერიოდი აქვს, ესე რომ ვთქვათ და დააგეთახებით, რომ რეალურად მნიშვნელოვანი არის, რომ ძირეულად შეიცვალოს აღნიშნული მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან და იმედი მაქვს, რომ გარდა იმ ცვლილებებისა, რომელიც თითოეულ ჩვენგანის გულებში არის, შეიცვალოს ჩვენი ქვეყანა არაერთი მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ნარკოპოლიტიკაც იქნება ის ძირითადი და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ძირეულად ცვლილებას საჭიროებს ჩვენს ქვეყანაში. და მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თითოეულ თქვენგანს იმ თითოეული დღისთვის, რომელიც გატარებული გაქვთ აქ, გატარებული გაქვთ რუსთაველის გამზირზე, არა მარტო 97 დღე, მანამდეც უამრავი დღე იყო, როცა ვიბრძოდით თითოეული ჩვენგანი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და მივიღოთ იმ წერტილამდე, რასაც ქვია რეალურად დამოუკიდებელი, სამართლიანი და ევროპული საქართველო. მე ეს ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ მართლაც ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად აი ამდენი პრობლემისა, ამ საკითხებს რო ეთმობა დრო და სივრცე, იმიტომ რომ კიდევ ერთი შეხსენება არის ეს ხელისუფლებისთვის, რომ თვალს არ მოვხუჭავთ, არ მოვდუდებით და სხვა უფრო დიდი პრობლემა ვერ გადაფარავს ამ საკითხებს და ყოველთვის ისეთ ფხიზლად ვიქნებით ადამიანები, მოქალაქეები, ჩვენი თანამოქალაქეების ფენზე. დიდი მადლობა.